როგორც წინა ვიდეოში იხილეთ, ვენეციიდან გავემგზავრეთ ფლორენციაში. სასტუმრო სწორედ ისეთი დახვდა ფლორენციას, რომ უხდებოდა. დავბინავდით და გავედით სასეირნოდ. პირველივე, რაც მოვინახულეთ, იყო ფლორენციის სიმბოლო და გულის სანტა მარია დელ ფიორეს კათედრალი. რენესანსის შედევრი, რომლის მშენებლობა დაიწყო 1296 წელს და ინჟინერიის რევოლუცია მოახდინა. კათედრალი თითქმის 140 წელი შენდებოდა. ფლორენცია ერთი პატარა ქალაქია, რომელმაც მსოფლიო რენესანსის განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშა. აქ ქუჩებში და ყოველ კუთხეში ხელოვნებას უნთქავს. ამე რა თქმა უნდა დავაგემოვნეთ იტალიური კერძები და აპეროლი, რომელსაც საქართველოში არასოდეს ვსვამ. გალერეა აკადემია იყო პირველი, რომელსაც ვესტუმრეთ. იგი დაარსდა 1784 წელს, როგორც სამხატვრო აკადემიის სასწავლო სივრცე. მას ყველაზე დიდი პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით შესძინა დავითის ქანდაკებამ. გალერეის გრძელი ცენტრალური დარბაზი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ დავითს ნელ-ნელა მიუახლოვდა. ჯერ შორიდან ხედავ, მერე კი მიქელანჯელო მთლიანად წარმოგვიდგენს იმ სიდიადეს, რომელიც პიეტას დასრულებისთანავე დაიწყო 1501 წელს. 26 წლის მიქელანჯელო იღებს ქვას, რომელსაც ხელი არავინ მოკიდა, რადგან ძალიან რთულად დასამუშავებლად ითვლებოდა. სწორედ ამ ქვისგან შექმნა მიქელანჯელომ ინტელექტის, სიმამაცის და დამოუკიდებლობის სიმბოლო დავითი. გალერეა აკადემიის შემდეგ გადავინაცვლეთ უფიცში. თავდაპირველად მუზეუმი მედიჩის ბრძანებით 1560 წელს აშენდა როგორც სამთავრობო ოფისები. აქ მუშაობდნენ ადმინისტრატორები და მმართველები. მოგვიანებით იქ შეიქმნა ხელოვნების კოლექცია და დღეს ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გალერეა. დღეს აქ არის გამოფენილი რენესანსის უდიდესი ნამუშევრების კოლექცია: ბოტიჩელის ვენერა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს ნახატები, რაფაელის ტილოები და სხვა უამრავი. გარდა ამ ყველაფრისა, მუზეუმის საოცრად ლამაზია. მე თუ მკითხავთ, ფლორენცია არის სწორედ მუზეუმი, რომელიც გამოგზაურებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ შედევრების ზღაპრულ სამყაროში. გახარ საოცარ შედევრებთან და ვერ იჯერებ, რომ ეს ადამიანმა შექმნა. მოვიდა დრო, რომ ფლორენციასაც გამოვემშვიდობო და გავემგზავრეთ რომში, რომლის შესახებაც შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით.